სადაზღვევო სექტორი კვლავ სავალდებულო დაზღვევის სახეობების ამოქმედების მოლოდინშია. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. სტაციონარული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის ვადა კიდევ თვენახევრით 2025 წლის 15 ივნისამდე გადავადდა. რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს მომზადებული მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია 11 პუნქტით 114 ადგილამდე გაუარეს და ანგარიშის თანახმად საქართველოში სახელმწიფოს ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლებას. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით გასულ წელს ბაზარი 18%-ით გაიზარდა, ბოლო 5 წელში კი სადაზღვევო პრემია გაორმაგდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში მარტში ფასები 7%-ით გაიზარდა, მათ შორის ყველაზე მეტად 18%-ით ზეთი და ცხიმები გაძვირდა. მოგესალმებით, ეს BMG-ა, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმის კურსი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. სტაციონარული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის ვადა კიდევ თვენახევრით ამჯერად 2025 წლის 15 ივნისამდე გადავადდა. შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გამოსცა. აქამდე სტაციონარულ კლინიკებს აკრედიტაციის წარდგენის ვადა 1 მაისამდე ჰქონდათ, როგორც ბრძანებაშია მითითებული სტაციონარული კლინიკა, რომელიც ვერ მოახერხებს ვადაში აკრედიტაციის მოპოვებას და შესაბამისი სერტიფიკატის წარდგენას, უფლებამოსილია 15 ივნისამდე მიმართოს სამინისტროს და წარუდგინოს საერთაშორისო აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გუშინ მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დარჩენილია 13 კერძო სტაციონარი, რომელსაც საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს მოსაპოვებელი. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც აკრედიტაციას ვერ გაევლიან, პროგრამის დატოვება მოუწევთ. საპენსიო შენატანების ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე კონტროლი გამკაცრდა. 1 მაისიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა ერთიანდება, დეკლარირება შემოსავლების სამსახურში მოხდება და ეს იქნება საპენსიო სააგენტოს ინფორმაციის წყარო. საპენსიო ფონდს კი შეეძლება დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის კომპანიები დააჯარიმოს. პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარი. კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილს ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და მიიჩნევს, რომ დაჯარიმების მექანიზმი დასახვეწია, რადგან არსებული მიდგომით შესაძლოა, როგორც დამრღვევი, ასევე კეთილსინდისიერი გადამხდელები დაჯარიმდნენ. 1 მაისიდან თუ მაისისთვის განმავლობაში განხორციელებულ შენატანზე დასაქმებულისთვის არ გვექნება გადარიცხული ბიზნეს 15 ივნისამდე თანხა საპენსიო სააგენტოს ფონდში და არ გვექნება შესაბამისი დეკლარაცია გადაგზავნილი 15 ივნის შემოსავლო დეკლარაცია, ამ შემთხვევაში გავჯარიმდებით 500 ლარით. ვფიქრობ, რომ კორექტირების შესაძლებლობა დაჯარიმების გარეშე უნდა გქონდეს, მანამ სანამ საპენსიო სააგენტო შეამოწმებს, ასე ვთქვათ, მონიტორინგს განახორციელებს. რადგან კორექტირების შესაძლებლობა გვაქვს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე საშემოსავლო დეკლარაციის და ამ ნაწილშიც მგონია, რომ რაღაც ტიპის დათმობებზე უნდა ვიმსჯელოთ. ეხლა საპენსიო ეუბნება ხალხს, რომ თუ დააკორექტირებ, დაჯარიმდები, საშემოსავლო დეკლარაცია და საგადასახადო კანონმდებლობა კიდევ გვეუბნება, რომ შენ თუ შენი ნებით მიხვდი და ნახე შეცდომა დააკორექტირე და ბიუჯეტს სწორად გადაუხადე გადასახადი, არანაირი საჯარიმო სანქცია ამაზე არ გიკისრება. ანუ ორ გაურკვევლებაში მოხვდით, ესე იგი რა ქნას ეხლა ბუღალტერმა სიტყვაზე 5 ლარისთვის თუ 100 ლარისთვის შეიძლება დასაკორექტირებელი კონდეს კეთილსინდისიერ გადახდეს საშემოსავლო დეკლარაცია და გაუხდა საფიქრალი დააკორექტიროს თუ არა, ანუ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო სისტემასთან დააკმაყოფილოს ეს კეთილსინდისიერად გადასახადის გადახდა, თუ არ დააკორექტიროს, იმიტომ რომ გაცილებით მძიმე სიტუაციაში აგდებს საპენსიოს ეს ჩაშენებული სვეტი, იმიტომ რომ ის აჯარიმებს დააკორექტირების შემთხვევაში არ ითვალისწინებს, ასე გამოდის კეთილსინდისიერებას, რომ დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალებას არ აძლევს და აჯარიმებს.
რა შეიცვალა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების წესში და რა პრობლემებს ხედავს ბიზნესი ამ მიმართულებით ამ თემებზე საუბარს უკვე სტუმართან კრესტონ ჯორჯიას მართლ პარტნიორთან დავით პაპიაშვილთან ერთად ვაგრძელებთ. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. მოკლედ, როგორც აი ამ თემაზე მუშაობისას გავარკვია, ერთი მხრივ ეს ცვლილებები, რაც ამოქმედდა 1 მაისიდან ითვალისწინებს დადებით მიმართულებებსაც, გარკვეულწილად ტექნიკურად უფრო მარტივდება საპენსიო შენატანების დეკლარირება და გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ ბუღალტრებს ნაწილობრივ საქმე უმარტივდება, თუმცა ასევე მოვისმინეთ ბევრი წუხილი აი და ჯარიმების მექანიზმთან მიმართებაში, რომ განმარტოთ რა იცვლება, რა შეიცვალა უბრალოდ უკვე 1 მაისიდან და რა ნაწილში არის დადებითი ცვლილებები და მეორე მხრივ შედარებით უარყოფითი შეფასებები. შეგვიძლია დავიწყოთ. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა ამ თემაზე სასაუბროთ მოწვევისთვის. იცით, პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ აი გაუგებრობა რომ არ იყოს, რომ ჩვენ რაღაცას ვეწინააღმდეგებით ან რაღაცას ვაპროტესტებთ, ანუ პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ ეს არის ის რასაც ბუღალტრების საზოგადოება, ვინც ამ სფეროში მუშაობს, ითხოვდა მთელი ამდენი წელი, აი 5 წელზე მეტია, ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ცალ-ცალკე ჩასაბარებელი საპენსიოს დეკლარაცია და საშემოსავლოს დეკლარაცია, სადაც რეალურად ერთი და იგივე ინფორმაცია, ანუ თანხა, ერთი და იგივე თანხა იწერება, საიდანაც ხდება ამური ესე რომ ვთქვათ, გადასახადისა და განაცემის დაანგარიშება, ეს რომ გაერთიანდეს. ანუ თვითონ ის რომ ეს პროცესი დაიწყო, ეს არის ძალიან კარგი, ამას მივესალმებით, თუმცა მინდა ვთქვა აქვე რომ წლებია ამაზე ვსაუბრობთ და მაგრამ როგორც იტყვეს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ზოგადად აი ორი სიტყვით რო ვთქვა, ჯერ რა პრობლემა გვაქვს, ალბათ პრობლემების სათავე არის ის რომ ამის გაკეთება ხდება ჩემი აზრით ცოტა მოუმზადებლად, იმიტომ რომ აი მარტივად რო ვთქვათ შეიძლება ითქვას, რომ 2 კვირის წინ გაიგეს ეს ბუღალტრებმა, ანუ კი მანამდე იყო საშემოსავლოს დეკლარაციაში დაემატა საპენსიოს განაცემი, მანამდე საპენსიო კანონმდებლობაშიც იყო ცვლილება, მაგრამ აი კითხვა დავსვათ საპენსიო კანონმდებლობაში ეს როდის ჩაიწერა, რომ 1 მაისიდან შედის ძალაში, ხო? ეს დაახლოებით 2024 წელს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და პრობლემა იმაშია, რომ აი ეხლა დაიწყო ამაზე აქტიურად საუბარი, ეხლა დაიწყო ამ პროგრამის ტესტირება დაუშვათ აი საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების გაერთიანება რამდენად კარგად მოხდება, ხო და ეს ქმნის ძირითადად პრობლემას, თორე ის მიზანი, რაც დასახული აქვს საპენსიო სააგენტოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას მივესალმებით და ეს არის ძალიან კარგი. კი, და ციხოთ ჯარიმების წესს, როგორც მივხვდით უკვე 1 მაისიდან დამგარ ვალდებულებაზე, აი პირობითად უკვე 15 ივნისს, როდესაც მოუწევთ ბუღალტრებს და კომპანიებს და ამსახველებს დეკლარირება, ერთიანი დეკლარაციის ფორმა იქნება საშემოსავლო და იქვე როგორც ვთქვით, გრაფა გაჩნდა საპენსიო. აქ არის ძირითადი შენიშვნები, რომ აი ეს დეკლარაცია თუ დაზუსტდება და ნებისმიერი დაზუსტების შემთხვევაში რა პრობლემები იქნება და რამე პასუხი თუ მიიღეთ საპენსიო სააგენტოსგან, როგორც ვთქვით, შეხვედრები გაიმართა ამ ნაწილში. კი ბატონო, ესე იგი საქმე რაში არის, რომ 2 დეკლარაციის მაგივრად საპენსიო და საშემოსავლო ჩაბარდება ერთი საშემოსავლო და ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან კარგი, მაგრამ ამ გაერთიანების პროცესში გამომდინარე იქიდან, რომ აი ბუღალტრების საზოგადოება ეხა ჩაერთო ამ პროცესში, გამოიკვეთა ძალიან ბევრი ხარვეზი და ერთ-ერთი ხარვეზი არის დეკლარაციების დაზუსტება. ეს არ არის ერთადერთი ხარვეზი, სხვა ხარვეზებზე 2 სიტყვით თუ მექნება საშუალება ვიტყვი. აი მაგალითად რაშია პრობლემა? როგორც ჩანს, არა მარტო ტექნიკურად აღმოჩნდა ეს ყველაფერი მოუმზადებელი, არამედ საკანონმდებლო დონეზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, რომ საპენსიო შენატანის არ განხორციელება და კანონის დარღვევა ჯარიმდება 500 ლარით, ხო? იქ არ წერია დაუშვათ არ განახორციელებ შენატანს და გვიან განახორციელებ თუ დაუშვათ საერთოდ არ განახორციელებ, ხო? ანუ შენ თვითონ რო გამოასწორო ესე რომ ვთქვათ, ესეც შეიძლება ითქვას, რომ თეორიულად შეიძლება ითქვას, რომ ესეც ჯარიმდება, ხო? მაგრამ აქ არის მთავარი რა მიდგომას გამოიჩენს საპენსიო სააგენტო. მე კიდევ ერთ პრობლემას, რასაც აქ ხედავ, ეს არის კომუნიკაციის პრობლემა, რომ აი გავიგეთ, რომ ესე იგი ტექნიკურად რაღაცა ეხლა იხვეწება ეს პროცესი, კანონმდებლობის მოუმზადებელი, იმიტომ რომ კანონი არ იცნობს შეცდომის ჩვენით გამოსწორების ცნებას, ხო, რომ იქ ჯარიმა საერთოდ არ იყოს, ან იყოს დაბალი, ხო? და აი როგორც ჩანს აღმოჩნდა ეს კანონმდებლობა და გამოდის რომ აი მეც ვესწრებოდი ერთ-ერთ შეხვედრას, იქ ნამდვილად ითქვა ესეთი რაღაცა, რომ მომავალ პერიოდებზეც, ანუ თუ არასწორად დადეკლარირდება თავიდან დაუშვათ საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისად საპენსიო განაცემი,
და მე ამას თუ გამოვასწორებთ, ანუ როგორც ცნობილია, საშემოსავლო გადასახადში ჯარიმა არ გვერიცხება, მაგრამ საპენსიოში ითქვა, რომ ჯარიმის გავრცელება მოხდება. აი ამან გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი, იმიტომ რომ აი წარმოუდგენელია გადასახადს რო შევადაროთ, მესმის რომ საპენსიო შენატანი არ არის გადასახადი, გადამხდელს შეიძლება დაერიცხოს ჯარიმა, თუ გადამხდელი არ დაადეკლარირებს. და ესევე საურავი, ხო, მაგრამ თუ გადამხდელი გამოასწორებს შესტომას, ხო, მას შეიძლება მხოლოდ საურავი დაერიცხოს. ანუ აი კანონმდებლობაშიც არის ხარვეზი და როგორც ჩანს, ფაქტიურად გაიპარა ეს ხარვეზი, ან ცოტა მომზადებელი აღმოჩნდა ეს სიტუაცია და გამოდის, რომ დაზუსტების შემთხვევაშიც ეუნებიან გადამხდელს, რომ დაარიცხავენ ჯარიმას და საურავს მათ შორის. ანუ ეს არ არის საგადასახადო საურავი. რაიმე მოლაპარაკებები თუ შეიძლება ვთქვათ, ან რამე თუ იყო, რომ ეს რაც გადაიხედოს, ეს მკაცრი მიდგომა არ იყოს, თუმცა მეორე მხარედაც რომ ვისაუბროთ, აქ ალბათ მთავარი მიზანი არის ის, რომ ვთქვათ, ბენეფიციარებმა საქართველოს მოსახლეობამ, მათ შორის ჩვენც დროულად მივიღოთ, ხო, ეს ჩვენი კუთვნილი საპენსიო დანაზოგები და ადრე იყო შენატანები საუბარი, რომ შეისაძლოა რაღაცა გარკვეული მოცულობის და რაოდენობის კომპანიები არ იხდიდნენ არსროლოდ და არაჯერო უნდა დასრულებდნენ. თქვენ რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ რაიმე სტატისტიკა ესე არ აქვს როგორც საპენსიო ფონდს, რომ რა მოცულობის ან რაოდენობის კომპანიები შეიძლება იყვნენ, რომლებიც ამას არ ასრულებენ ამ ვალდებულებას. აი აქედან გამომდინარე, ხომ არ არის თქვენი შეფასებით იმდენ დიდი რაოდენობა, რომ აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს ვთქვათ, საჭიროება, რომ ესეთი მკაცრი მიდგომა ყოფილიყო უკვე. დიახ, იცით, ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ კომპანიების სახელით, ვინც მიზანმიმართულად არ ღვევდა კანონს, არ უკავებდა, ან კიდევ უფრო ცუდი, უკავებდა საპენსიო შენატანს და იტოვებდა თავისთვის, ეს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა ალბათ. ანუ ამ კომპანიების სახელით ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ დაუშვათ ისინი არ დააჯარიმონ და მათ შეუქმნათ რაღაცა ესეთი კარგი გარემო, რომ კიდევ წავახალისოთ, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ იმ კომპანიების სახელით, ვინც ესე რომ ვთქვათ, ან შეიძლება რაღაც შეეშალათ, ან შეიძლება არ შეეშალათ და თავიდან დაბეგვრის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ, ამასაც ცალკე ვიტყვი და მე გამოასწორეს ეს ხარვეზი გადასახადის ნაწილში ჯარიმა ყოველ შემთხვევაში მათ არ ერიცხებათ, ნუ საურავი შესაძლებელია, მაგრამ აი საპენსიოც უნდა იყოს ანალოგიურად, ხო? შესაბამისად, ანუ მე ერთადერთი შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ და მხოლოდ ესეთი კომპანიებისა და ესეთი კომპანიის ბუღალტრების სახელით, რომ ესეთი კომპანიების დაჯარიმება არ უნდა მოხდეს შეცდომის გამოსწორების შემთხვევაში. აქ მეორე მომენტია სხვათა შორის, ცალკე უნდა გავყოთ შეცდომის გამოსწორება შემდგომ თვეებში და შეცდომის გამოსწორება წინა წლებში. წინა წლებში არის კიდევ უფრო მძიმედ საქმე, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არის ხანდაზმული წლები, დაუშვათ 2019, 2020, 2021, ხანდაზმული საგადასახადო კუთხით, ანუ საშემოსავლო დეკლარაციის დაზუსტების კუთხით, შეუძლებელია საშემოსავლო დეკლარაციის დაზუსტება ამ დახურულ წლებში, მაგრამ მეორე მხრივ საპენსიო სააგენტო თხოვს საპენსიო შენატანის გადახდას, დაუშვათ 2020 წელზე, რომელიც დახურულია, ხო? იმ ჩაბარებული დეკლარაციით, სადაც შეიძლება იყოს რაღაცა ტექნიკური უზუსტობა. მაგალითად, ძალიან ხშირია შემთხვევები, რომ ცნობილია, რომ იჯარის თანხა არ ექვემდებარება საპენსიოს დაკავებას, ხოლო ხელფასი ექვემდებარება, თუმცა განაკვეთი იგივეა, ხო? ბევრი კომპანია ესეთ განაცემებს, რომელიც რეალურად იყო იჯარა ან სხვა განაცემი, წერდა ისეთ უჯრაში, რაც ფაქტიურად იგივე განაკვეთით იბეგრება, ხო? და ეს საპენსიო სააგენტოს ესე რომ ვთქვათ, უქმნის სურათს, რომ თითქოს ის საშემოსავლო გადახდილია, ანუ ხელფასში იქ არასწორად წერია, ანუ იქ იჯარაში უნდა ეწეროს და საპენსიო სააგენტო ეუნება გადახდას დაუშვათ 2019 და 2020 და 21 წლებზე. არადა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვსაუბრობ ისეთ შემთხვევაში, როცა გაუგებრობა არის და არა იმ შემთხვევაზე ვსაუბრობ, როცა გადამხდელმა დამალა გადასახადი, ხო? ანუ ასეთ შემთხვევაში ფაქტურად გადამხდელს არა აქვს არჩევანი, ვერ აზუსტებს იმ საშემოსავლო დეკლარაციას, რომ გაასწოროს და დაუშვათ ერთი უჯრიდან მეორე უჯრაში გადაიტანოს განაცემი, მეორე მხრივ საპენსიო თხოვს და ფაქტიურად გამოდის, რომ ერთი და იგივე თანხაზე ორჯერ შეიძლება გადაახდებინონ. ანუ ესეც დაზუსტების თემაა, უბრალოდ წინა წლებს ეხება, როცა წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ბარდება. აი, შეჯამებით მარტო ეს არ არის პრობლემა. კი, რა გამოსავალი ამ უკვე 1 მაისი ეს თარიღი მოვიდა, ხო, აი გამოსავალი ამ შემთხვევაში რა არის, რომ არც უკვე შემდგომ პერიოდში რა ისი დეკლარირებაც მოხდება, იქ არ იყოს რაღაცნაირად დიახ, სხვა შორის მე მინდა კეთილსინდისფერი კომპანიები არ მოექცნენ ჯარიმების ქვეშ და ძველ პერიოდში, აი გამოსავალი ამ შემთხვევაში რა უნდა იყოს, რა იხარა ტიპის კომუნიკაცია გაქვთ საპენსიო სააგენტოსთან? კი ბატონო, სხვა შორის მე მაქვს კომუნიკაცია საპენსიო სააგენტოსთან და ამ ჩვენი
კოლეგების პროტესტს ძალიან ისეთი რეაქცია მოყვა საპენსიო სააგენტოს მხრიდან, ძალიან ისეთი კარგი. ანუ ისინი როგორც ჩანს დაფიქრდნენ ისეთ მომენტებზე, რაც შეიძლება ან ახლა არ დაფიქრებულან თქვა არ ვიტყვი, მაგრამ შედარებით მარტივად ეჩვენებოდათ. შეგვპირდნენ, რომ ამ პრობლემას როგორღაც დავძლევთ, ესე რომ ვთქვათ, ფაქტია, რომ 1 მაისიდან ეს კანონმდებლობა ამოქმედებულია, ანუ ის რომ ეს რეფორმა არ გაატარონ, ეს არის გამორიცხული. ფაქტობრივად ერთადერთ გამოსავლად რჩება ის, რომ პირველი თვეების განმავლობაში, აი ვიმუშაოთ სატესტო რეჟიმში, თვითონ საპენსიო სააგენტომაც გაასწოროს თუ რამე ხარვეზები არის ამ პროგრამაში, ხო? ბუღალტრებმაც იმუშაონ და დაუშვათ გაითავისონ და ამ პერიოდში არ მოხდეს დაჯარიმება. ეს მე ვამბობ მომდევნო თვეების განმავლობაში. წინა წლებზე საპენსიო სააგენტომ რაღაცა უნდა შესთავაზოს ბიზნესს, სხვანაირად გვაქვს ძალიან წარმოუდგენელი სიტუაცია, რომ ისეთ განაცემზე თხოვენ საპენსიოს, რაც რეალურად არ ექვემდებარება საპენსიო შენატანის გადახდას, უბრალოდ არასწორი ინფორმაცია და თან საშემოსავლოს დეკლარაციაში და თან იმასაც ვერ ვასწორებთ, ხო? გამოსავალი ალბათ არის ის, რომ გადავიდეთ ამ რეფორმაზე, დავიწყოთ მუშაობა, უბრალოდ არ მოხდეს გარკვეული პერიოდი ისეთი კომპანიების დაჯარიმება, ვინც დაუშვათ კეთილსინდისერად ასრულებს, არ გაურბის ამას და ეხლა იმაზე მე მგონი ლაპარაკი ზედმეტი არის, რომ თუ დააზუსტა გადამხდელმა და შეცდომა გამოასწორა, ეხლა ჯარიმა რო უნდა დავარიცხოთ, ეს მე მგონი ყველას უნდა ესმოდეს, ხო? საურავი კი ბატონო, შეიძლება საურავზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ჯარიმა არ უნდა დავარიცხოთ. გარდა მაგისა, სხვა პრობლემებიც არის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესოების სამწუხარო ამ ეტაპზე დრო აღარ გვშევა ამ მიმართულებით, მაგრამ შემდგომ პერიოდში აუცილებლად აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენ ამ თემაზე საუბარს და მუშაობას. დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი და როგორც მოისმენთ, საუბრობდით იმ ცვლილებებზე, რომელიც უკვე 1 მაისიდან ამოქმედდა საპენსიო ფონდთან მიმართებაში. და ახლა სხვა თემებით ვაგრძელებთ გამოშვებას. ბოლო 5 წლის განმავლობაში სადაზღვევო სექტორმა მოზიდული პრემიის მოცულობა თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დაზღვევის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებაზე განაცხადა. დავით ონოფრიშვილის თქმით, გასულ წელს სადაზღვევო სექტორი დამატებით 18%-ით გაიზარდა და მოზიდული პრემიის მოცულობა 1,259 მილიონი ლარი იყო. ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ბაზრის წახალისება და ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვა. რა ტენდენციებია საზღვაო ბაზარზე და ზრდის რა პოტენციალი გააჩნია ამ ინდუსტრიას? დაზღვევის დღისადმი მიზულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებებით ელენე გოგბერაშვილი გვერდება. პირდაპირ ეთერში ელენე, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, ნუცა. სადაზღვევო სექტორი იზრდება, ამას ბოლო წლების ტენდენცია ცხადყოფს. დავით ონოფრიშვილი, რომელიც ამ სექტორის ზედამხედველ ორგანოს ხელმძღვანელობს, მედიასთან ამბობს, რომ ყოველწლიურად იზრდება სადაზღვევო საქმიანობიდან მოზიდული პრემია, რომელმაც 2023 წლის მონაცემებით პირველად გადააჭარბა მილიარდს, ხოლო გასული წლის მონაცემებით კიდევ 18%-ით გაიზარდა და 1,259 მილიონი ლარი შეადგინა. სექტორის მარეგულირებელი ამბობს იმასაც, რომ სადაზღვევო ინდუსტრიას ბუნებრივი აზრდის პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტების განვითარების მიმართულებით. ამ კონტექსტში დავით ონოფრიშვილი ავტომობილთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას განიხილავს, რომელზეც მუშაობა დასრულებულია, თუმცა განხილვებისთვის დოკუმენტი ჯერ პარლამენტში წარდგენილი არ არის. 2024-ში ზრდა იყო 18%, ბოლო 5 წელიწადში თითქმის გაორმაგდა სადაზღვევო პრემია. ასევე უნდა ითქვას, რომ ბოლო 10 წელიწადში, ყოველ 5 წელიწადში ფაქტობრივად ორმაგდება სადაზღვევო პრემიას და საკმაოდ კარგია და პოტენციალი სადაზღვევო სფეროს აქვს საკმაოდ დიდი. არის კიდევ რამდენიმე მიმართულება, რომელთაც ნამდვილად შეიძლება ბაზარი კიდევ უფრო სერიოზული გახდეს. ავტომობილთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევას კერძო მზღვეველები ერთ-ერთი მიმართულებად განიხილავენ, რამაც ბაზრის ზრდა მნიშვნელოვნად უნდა დააჩქაროს. ალდეგის გენერალური დირექტორი მოელის, რომ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის ამოქმედებით სადაზღვევო ბაზრის ზომა 20-25%-ით კიდევ გაიზრდება. მსგავსი მოლოდინი აქვს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დირექტორსაც. გიორგი ჩაჩუა განმარტავს, რომ ბაზარი იზრდება, თუმცა წამყვანი მაინც ინფლაციური პროცესებია, რისი გავლენითაც წმინდა ზრდა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს სტატისტიკაში ჩანს.
ბოლო 3 წელია რეალურად ბაზარი ინტენსიურად იზრდება სოციალურ გაყიდვებში განსაკუთრებით, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ფასების ზრდის ერთ-ერთი კომპონენტია ინფლაცია. ანუ ჩვენ ძალიან დიდი ინფლაციური მაჩვენებელები გვაქვს სერვისის მიწოდებაში, როგორიც არის ავტომობილების შეკეთება, ჯანმრთელობის სერვისები, რაც საკმაოდ დიდი პროცენტია ფასების ზრდის რეალურად და მოქმედებს ტარიფიკაციაზე. პირველ რიგში მისაღები გვაქვს მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონი და არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე. მე იმედი მაქვს, რომ კანონი წარდგენილია უკვე ისევ საბოლოო რედაქციით და იმედი მაქვს შემოდგომო სესიაზე პარლამენტი რეალურად განიხილავს ამ კანონს და მომავალ წელს აღნიშნული კანონის შევა ძალაში, რაც შეუწყოს ბაზარის ზრდას ერთის მხრივ დაახლოებით საშუალოდ ველოდებით 20-25%-იანი ბაზარის ზრდას. სადაზღვევო სექტორი 5 წლის ჭრილში ორმაგდება, ესე ვთქვათ, და მნიშვნელოვანი ზრდა აქვს, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორები, რომელიც ეხება უშუალოდ ინფლაციურ ნაწილს, ფასების ზრდას და ასე შემდეგ. შესაბამისად, წმინდა ზრდა შეიძლება ბევრად უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე ზოგადად ეს ციფრებშია დღეს მოცემული, თუმცა ბაზარი რომ მზარდია ეს ფაქტია, მაგრამ იზრდება იმაზე ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე შეიძლება გაზრდილიყო. ამისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სავალდებულო დაზღვევის სახეობების მეტად შემოღება, რაც მნიშვნელოვანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესამე პირის დაზღვევის შემოღება, რომელიც ბაზარს როგორც ციფრებში, ისე ზოგადად სხვა მიმართულებითაც გაზრდის, კაპიტალ ტევადობის მიმართულებით და სხვა ფაქტორების მიმართულებით და ასევე ეს ყველაფერი შეუწყობს ხელს სხვა პროდუქტების განვითარებას და ზრდასაც. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ვფიქრობ სექტორისთვის. დღეის მდგომარეობით ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. სექტორმა გასული წელი ზრდით დაასრულა და $1.259 მილიონი პრემია მოიზიდა 195 მილიონით მეტი ვიდრე შარშან. ამავე პერიოდში სექტორმა $127 მილიონი წმინდა მოგება მიიღო, რაც წლიურად 71%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სექტორს დადებითი მოლოდინები აქვს მიმდინარე წელთან დაკავშირებითაც. მადლობა ელენეს. ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც დაზღვევის ბაზრის ტენდენციები გაგვაცნო. ასეთ იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. ჩვენ უკვე ერთმანეთს 17 საათსა და 40 წუთში შევხვდებით. დროებით.